მაყურებლებო და სვენელებო, მე გიკეს 39 შეხვედრის ვიდეო გამეთიშა, რადგან წინა ვიდეო, რომელიც მე ავტვირთე, ის არ წამიშლია და მეხსიერება არ იყო ტელეფონს და 33 წუთზე გაითიშა იქით ვიდეო. ამიტომ მე დავიწყებ იქიდან, სადაც შევჩერდი. მიზეზი და შედეგი ეს იგივეა, წარსული და უბრალოდ მომავალი არის იგივე, რაც მიზეზი და შედეგი. ეს არის ნული წერტილი, დროის გარეშე წერტილი. ასრ შეუძლია მატერიალიზირება გარეთ, როდესაც ჩვენ გადავლახავთ ასე ვთქვათ სიძნელებს, დაწყოლებებს, ჩვენ ხებულობთ მის ძალას. ტკივილი ზუსტად აჩვენებს რომლის სხეულის ადგილი ტკივა. და როდესაც ჩვენ რაღაც ტკივათ, ესე იგი ჩვენ ვერ ღებულობთ ჩვენ თავს. ვერ აღვიქვამთ ჩვენ თავს. რაღაც არ მოგწონს ჩვენ თავში. ავადმყოფობა ყოველთვის შეიძლება ისეთ ადგილას, რომელსაც ჩვენ უარყოფთ. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება სამყაროში უკან გვიბრუნდება ჩვენ. ეს მასალა, რომელიც ახლა მე გავაზიარე, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მასალა იყო გაყუდნილი იმისთვის, რომ თქვენ გაიგოთ თქვენი გაიგოთ სამყარო და თქვენი საკუთარი შიდა სამყაროც. და თქვენ უნდა მიიღოთ თქვენი თავი, ისეთები როგორებიც თქვენ ხართ. ნეტალიამ დაამთავრა საუბარი, ახლა კი სიტყვა გადაეცემა ასუნ ვლადიმირს. ასუნი ვლადიმირი მოგვიყვება ბოლო ახალ ამბებზე. ჯაია ჩემო ძვირფასო საყვარელო, მინდა შეგახსენოთ, რომ ჯაია ქვია დელფინის, ერქვა დელფინს, ადრე ის ნახევრად გამჭვირვალე დელფინი იყო, ცხოვრობდა პლეადებზე და შემდეგ მან გადაწყვიტა დედამიწაზე წამოყოლოდა მომავალი პლეადების ხომალდს და დათანხმდა, რომ მისი სული იქნებოდა ხომალდის, რომელსაც მართავს ასუნი, რომელსაც მართავდა ასუნის სხეულში ვლადიმირი ასუნი, იგივე ასუნი ერქვა იმ დროს ვლადიმირს. ეს დელფინი, ამ დელფინის მეგობარი, პარტნიორი, მანამ წამოვიდა დედამიწაზე და მოხდა შემოჭრა და ეს გამჭვირვალე დელფინები ყველა გაანადგურეს. და მაგამაც გადაწყვიტა განსახელებიდან გამოსვლა, მე ეს მოკლედ გიყვებით ამას. და ის დელფინი გახდა ბიოლოგიური ცოცხალი ინტელექტი ასუნის ხომალდისთვის. მივესალმებიო ყველას და მივესალმები ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იქნება ერთიან ველში. ასუნი ამბობს, რომ დღეს უცხო პლანეტა, ესე იგი ხომალდები, რომლებიც ჩანს უკვე ღიად, თუ 2020 წლისთვის იმალებოდნენ ხომალდები, თავს არაჩვენებდნენ ხალხს, დღეს ხომალდები გამოჩნდებიან ღიად უკვე. და ბევრი შემთხვევა ყოფილაო, რომ დაფიქსირდაო, ეს ხომალდები უმეტესწილად არიანო პლეადებიდან, ჩვენი ხომალდებიო. საიდანაც ესე იგი მომავლიდან, სადაც მომავალში ცხოვრობენ ასუნი და ეს გოგოები, პანდორა, ლეტალია და სხვები. თითქმის ყოველდღიურ მე ვხედავო მათ, სადაც მე ცხოვრობო, ლოჯიაზე რო გამოვდივარო, თითქმის ყოველდღე ვხედავო ამ ხომალდებს, როგორ მიფრინავენო და ვაკვირდებიო ცას ყოველდღე. როგორ მოქმედებს სიხშირე ჩვენ სამყაროზე, რომელიც გამოვლინდება სხვა სამყაროდან. ის მას ცვლის. მე როგორც მაყურებელიო ვცლიო ჩემი ცნობიერების სიხშირეს და მასევე ვცლიო კოლექტიურ რეალობას. ეს უდრისო მაგალითად იმას, რომ რაღაც
საგანი ჩანერგო სხვა სივრცეში და როდესაც ეს უცხო სხეული, უცხო საგანი შედის ამ სხვა სივრცეში, იწყება ალქიმია, როდესაც ეს უცხო სხეული იწყებს ამ სივრცესთან, სადაც ის შესულია ურთიერთობას, კონტაქტს. რადგან უცხო პლანეტარული ხომალდები უფრო მაღალ სიხშირიანები არიან, მათ უფრო მაღალი სიხშირები გააჩნიათ და ისინი არიან მაღალი რეალობებიდან, მაღალი გაზომილებებიდან და რადგან ისინი მაღალ ვიბრაციულები არიან, ისინი უფრო მოქმედებენ ჩვენზე, უფრო ახდენენ ზეგავლენას, ვიდრე ჩვენი რეალობა მათზე. რასაკვირველია, მაგათმა იციან, როგორ დაიწყონ თავი დაბალ ვიბრაციული ენერგიებისგან და მაგივრად ისინი ჩვენ გგზავნიან მაღალ ვიბრაციულ ენერგიებს და მათი გამოჩენა ამდაგორად ცვლის ჩვენ რეალობას. ეს იგივეა მაღალ გაზომილებებიდან მოსული მაღალ ენერგეტიკული სულები, რომ სახიერდებით დედამიწაზე აქაურ სხეულებში, ავატარებში და ამით ჩვენ ცვლით რეალობას ჩვენ გარშემო. და ის ხომალდები, რომლებიც ჩნდებიან ხოლმე ჩვენ წაში, არიან მაღალ ენერგეტიკული და ისინი რასაკვირველია მოქმედებენ ჩვენ სივრცეზე, ჩვენ რეალობაზე და ცვლიან ამ რეალობას. მე მინდა ცოტა მოყვეო ჩემი ისტორია, რადგან ეს ისტორია ყველაფერი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში სიძველებისგანა, როდესაც ხომალდები ჩემს სიყვარულიშიო ვლინდებოდნენ ღამისაში. და პირველი ხომალდი, რომელიც გამოჩნდა 24-ის, ესე იგი 4 ივლისო 24 წელსო, მე ამ ხომალდებს დავარქვი სკეიტბორდი, რომ ადვილად შემძლდა კვალიფიკაციაო მათი, ამბობს ასუნი. თვით ხომალდები იყო გამჭვირვალე, მაგრამ მე ვხედავდიო ორ წყვილ ანთებულ ნათურებსო, რომელიც ერთმანეთის გოდით მიფრინავდნენ. პირველი გამოჩნდა ეს სკეიტბორდი, ხომალდი და მე გადამიფრინაო თავზე. მე ხელად შევედიო პრაქტიკაში და როგორც ამბობდაო ლეტალია ელტანას უძახის მას, ყველაფერი არისო ვიბრაცია. პრაქტიკის დროს მე მღერიო მანტრა ომს, ხო, ასეთი მანტრა არის ომ და ასე უნდა იმღერო რამდენიმეჯერმე ხანძლივად და ამის დახმარებით რაღაცებს ღებულობო. ვალენტინ ტორი ხომალდი იყო, ის ხომალდი, რომელმაც დატოვა დრონი სიხშირების ასაწევად, ჩემი სიხშირების შესაძლებლად, ასამახლებლად, ჩემი სულიერი როგორ გითხრათ, განვითარებისთვის. ხო, როგორც კი გამოჩნდა ეს ხომალდები ცაში, დაიწყო ჩემი გახსნაო, რასპაკოვკა. და როდესაც დატოვესო ეს დრონი, ჩემი ვიბრაციების ასაწევად დაიწყო ჩემი გახსნა, რასპაკოვკა. დაიწყო გახსნა ჩემმა მეხსიერებმა, ესე იგი მოგონებებმა მოაწვა. ხო და მე გამახსენდაო ჩემი პირადი ხომალდი ჯაი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ხომალდს იყო ცოცხალი ინტელექტი, როგორც მე გეუბნებოდით, დელფინის სულისა ჯაიასი. ხო, ამაზე ლეტალია დაასუნს ვიდეო აქვენ YouTube-ზე დადებული. მე გადავთარგმნე ეს ვიდეო, პირველი ვიდეო, სადაც წერია ლეტალია დაასუნი გამჭვირვალე დელფინები. კი, თქვენ ახავთ ამ ვიდეოს თუ გინდათ, თუ მოიძებნიებთ, თუ გინდათ მოსმენა. ხო და მე მგონი ახლა ეს გადამიკეტია ვიდეო ჩაწერა და ტყუილად ლაპარაკობ. ხო, კარგი, დასულმა თქვა, რომ მე მოვყევიო ისტორია თუ როგორ გახდაო დელფინის სული ჩემი ხომალდის ხელოვნური ინტელექტი, ცოცხალი ინტელექტიო და მე მოგიყევი თქვენ ამ ვიდეოში მოკლედ თუ რატომ დათანხმდა დელფინის სული გავხდარიყო ცოცხალი ინტელექტი ასუნის ხომალდისა. და მის ბაზაზე არისო ატყობილი აშენებული ჩვენი ხომალდი გიგეს ხომალდიო. ჩვენი კრისტალი ზუმუხტის კრისტალი უზარმაზარი დიდი, რომელიც თერდება მთელ პლანეტაზე. ეს კრისტალი, ეს არის
ხომალდი დედობრივი ხომალს უძახიან ამას მატერის კიკარა რომელიც არისო ძალიან ბევრი შატლების მტარებელი რომელიც არისო ძალიან ბევრი შატლების მტარებელი და მათ შორის არისო სამოქალაქო შატლები დიპლომატიური გადაყვანისთვისაც გათვალისწინებული შატლები სხვადასხვა გამოსაყენებლად და ბევრი შატლებია სხვადასხვა მიზნებისთვის აქ კიდე არის გაგება ბევრი დროის ხაზებისა მაგრამ მე ცოტა რთული გასაგებია და მაგრამ ეს ყველაფერი უერთდება არის გაერთიანებული ერთიანში მოხომალდები რომლებიც გამოჩნდებოდნენ ყველა არ არის ოცხოპლანეტარული ბევრი მათგანი არისო ჩვენი გიგეს ფლოტისა რომლებიც მოვიდნენ აქ ჩვენთან მომავლიდან მინდა გითხრათ რომ ეს გიკე galaktikuri ზურმუხტის ხომალდი მომავალში არსებობს მომავალში ჩვენ დროს თქვენ მაგას ვერ ნახავთ ეს ხომალდი არსებობს მომავალში და რადგან ამათ შეუძლიათ მომავალში გაიწვეთონ იარონ მომავალში მათმა ასპექტებმა იარონ მომავალში ფიზიკურ სხეულში აქ არიან მაგრამ მათ ასპექტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თავიანთ ასპექტებს ეგერ galaktikur შეხვედრაზე იყო გოგოები ხო ეს ყველაფერი რასაკვირველია რთული ასახსნელია მithumedes სკეპტიკოსებისთვის ძალიან რთული დასაჯერებელია ასეთი რაღაცა მაგრამ ეგ თქვენზეა დამოკიდებული გინდა იჯერეთ გინდა რა ასუნი ამბობს რომ აქედან ჩვენ დროში ჩვენ ასთა ფორმებით ვაწყობთ ჩვენ ხომალდებს მომავალშიო ნუ ამათ ეს შეუძლიათ ამათ უკვე უნარები ყველა ის გაქვენ გახსნილი ამათ იმდენი რაღაცა შეუძლიათ რომ ჩვენ ხოლმე დაგვესიზმრება ხო კიდევ ასუნი ამბობს რომ მატერიალიზებული მომავალში ისინი ვლინდებიან ჩვენ დროშიო ხომალდებს გულისხმობს ასუნი ამბობს რომ იგირჩევთო თქვენ ჩემო ძვირფასებო ხშირად დააკვეთითო ცას ძალიან ბევრი ხომალდები გამოჩნდებაო ხოლმე როდესაც ჩვენ გავდევართო გიკეს პრაქტიკებს მე 2097 წლებში ხშირად ხედავდიო ცაში გამჭვირვალე ხომალდებს ბუმერანგის სტილში და მე მივხვდიო რომ ეს გამჭვირვალე ბუმერანგი ეს ხომალდი მე მთელი ცხოვრება ჩემგორით იყო ბევრ თქვენგან ყასო ასეთი გამცილებელი ხომალდები რომ თქვენ ხარით დაგიჭირონო ისინი თქვენ სიხშირეებს აკონტროლებენო თქვენ აბიჯებსო გეხმარებიან გადაიტანო გადალახო რაღაც პრობლემები თუ ასაჭირო და გეხმარებიან რო არ დაეცეთ თვალ დაბალ ვიბრაციებში ხარდაჭერის ხომალდები ყავს ჩვენ ბევრს ჩვენგანს ხო მათ კიდე აქვს ფუნქციები რომ თავი ააცილონ რაღაც ნეგატიური მოვლენები და მათ ჩვენ ამ ამბებს ჩვენ ვერ გავიგეთ სანამ სრული გახსნა არ მოხდება ამ გახსნაში შედის სრულიად გახსნა როდესაც ხომალდები კი არა თვით უცხოპლანეტარული ცივილიზაციები გამოჩნდება ყველა უცხოპლანეტარული ცივილიზაციები ბევრ შემთხვევაში ხომალდები ისა როგორ გითხარ პრედატორაშაიოთ კატასტროფი ისე იგი დაუშვათ უნდა მოხდეს რაღაც კატასტროფა ეს ხომალდები აჩერებენ ამ კატასტროფას თუ არის შესაძლებლობა ხო ასუმა ასე თქვა эти корабли предотвращают катаклизмы მაპატიეთ უყუროთ რო ვარ ენა მეშლება კიცრუსულად და კითქართულად ხო და ეს კატაკლიზმები ხო ხანდახან არის გამოწვეული რაღაც ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე ხო მაგალითად ანალებენ კონფლიქტებს რომელიც შეიძლება გადაიზარდონ კატასტროფაში მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის რომ სადაც კონფლიქტებია იქ არის ძალიან დიდი რაოდენობით ნეგატიური ენერგია და ეს ნეგატიური ენერგია გამოვლინდება
ჩვენ ადამიანები ვინც იქ ცხოვრობს და ვინც ამ ნეგატიური ენერგიის მოქმედების ქვეშ არიან, ისინი გამოიყურებიან როგორც შამი ნისლი, ყვამლივი და დედამიწას არგონია თუ ის ცოცხალი არსებებია და ცდილობს ეს სიბინძური, ეს ნეგატიური ენერგია ჩამოიბერტყოს და აქედან გამომდინარე, სადაც კონფლიქტია, მეტი კატაკლიზმი ხდება იქ. აქედან ამ მიზეზით. ამიტომ ეს ხომალდები, უცხოპლანეტელების ხომალდები ანერებენ ამ კატაკლიზმს კონფლიქტებიდან და ომებიდან გამომდინარე. ხომ გესმით? თუ რა გვეხმარებოდნენ უცხოპლანეტელები, დიდი ხანის წინ წალეკავდა დედამიწა ყველა ადამიანის თუ ვინც აქ ცხოვრობს. მაგრამ რადგან უცხოპლანეტარული ხომალდები ეხმარებიან დედამიწას ენერგეტიკულ მხრივ, რადგან ისინი არიან მომავლიდან, წარსულში რომ დაიღუპონ ხალხი, მაშინ მომავალიც განადგურდება. ხომ გესმით ჩემი? ჩვენ ვართ მათი წარსული და ისინი ცდილობენ წარსულში ნაკლები ხალხი განადგურდეს, რადგან ვინც მომავალშია, ისინი თუ წარსულში განადგურდნენ, ისინი მომავალშიც გაქრებიან. ხომ გესმით ჩემი? ჩვენ არ ვიცით ყველა ინფორმაცია, მაგრამ მე ჩემამდე მოდისო, რომ იგენიო არიდებენო, ესე იგი აჩერებენ ამ გლობალურ კატაკლიზმს, სადაც კი არისო შესაძლებელი. ხო, ყველა პროცესები არისო მრავალ გაზომილებიანი. როგორც მე გითხარით, რამე დაუშვათ მოხდება ცუდი წარსულში, ის ცუდი ამ ცუდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზედა განზომილებაში, მომავალში. ხომ გესმით ჩემი? ამიტომ უნდა იფიქროთ მხოლოდ კარგზე. უნდა დავეხმაროთ ჩვენ საკუთარ თავს, ჩვენ გარშემო ვყოფთ, თქვენ რომ პოზიტიურად ხართ განწყობილი, მე გითხარით ადრეც, რომ თუ თქვენ ცხოვრობთ აგრესიულ ხალხში, თქვენ შეგიძლიათ ამ ხალხის აგრესია შეანელოთ. თუ გაუსადეთ მათ სიყვარულს. სიტყვით არა, შეგიძლიათ სიტყვით არაფერი არ თქვათ, მაგრამ შინაგანად თუ გაწმინდათ ბოლოს თქვენ გარშემო და ბევრ სიყვარულს, მწვანე ფერი მაგალითად არის, გულის ჩაკვრა არის სიყვარულის ჩაკვრა, მწვანე ფერი, მწვანე ნისლი, მწვანე ყვავილები ან და მწვანე წითელი ყვავილი, რაფერი ყვავილებიც გინდათ. ყველაფერი არის ურთიერთ დაკავშირებული, როგორც ახლა ლეტალი ამბობდა პირველ ვიდეოში, რომელიც მე შემიწყდა. რაც ერითა ისქოვითა, რაც განზია ის მოპედაპირო ხადესა და რაც ჩვენ შიგნითა, იგივე გარეთა, რაც გარეთა ის შიგნითა. ხო. და ამიტომ ყველაფერი არის ურთიერთდაკავშირებული და დამთხოვები არ ხდება. შემთხვევითობა უბრალოდ არ არსებობს. ყოველი ჩვენი აზრი, ყოველი ჩვენი საქციელი, ყოველი ჩვენი ნაბიჯი მოქმედებს სამყაროზე. მარტო ჩვენ დედამიწის სოფლიოზე კი არა, დედამიწის სივრცეზე, არამედ კოსმოსშიც კი გადის ჩვენი მოქმედება, ჩვენი შედეგები, ჩვენი მოქმედებიდან გამომდინარე და ბუმერანგი ბრუნდება უკან. ბუმერანგი ეს ჩვენი, ჩვენ ყველაფერი უკან გვიბრუნდება. თუ კარგს გავუშვებთ, კარგი დაგვიბრუნდება, თუ ცუდს გავუშვებთ, ცუდი დაგვიბრუნდება. იცით რა? მე როდესაც ამ ეკარზე გავიფიქრებ, ან დავილაპარაკები და უშუალოდ სულეს მადლობას გადავუხდი, ჩემს უყვარლს გავუგზავნი. ხელად იმწუთასვე გზნობ საპასუხო რეაქციას. სკეპტიკოსებმა იცინეთ, შეგერგოთ, მაგრამ მე ნამდვილად ვცნობ. როდესაც შევდივარ რეზონანსში, ეს იმის ნიშანია, რომ მე საპასუხო გამომიგზავნის შეტყობინება. ხო. იცით როგორ? ჟვანტელი გივლის თითქოს რაღაც გბურთღნის და შენი გული ივსება სიხარულით, ბედნიერებით. უმიწესოთ. რა, მიზეზი გინდა რომ იყო ბედნიერი? არა. შენ უმიწესოთ უნდა იყო ბედნიერი, იმიზოთ უნდა გიხარდეს. ყოველი წამი, ყოველი წუთი, რომ შენ სუნთქავ, რომ შენ უყურებ ცას, კატას ნახავ, მას ნახავ. კი, ხანდახან ისე დარგუზებ ცხოვრობ, ვერ შევიჩვევ ცხოველებს. იმიტომ რომ ხაზეკაც არ უყვარს ათკატები არ ძაღლები. თან პატარა ისოა. და ამიტომ მე ვერცეთ კატასა, ვერცეთ ძაღლს
ვერ ვეფრები და თუ გავალ პარკში სადმე ხო და ჭამ რამეს და იქაური ძაღლებს კი ვაძლევ ახლა, მაგრამ აქ მე ვერ ვაჭრებ ძაღლებს, იმიტომ რომ შემომეჩვევიან და ჩემ ხასე ხა ერთი დგუმური გავაგდიო, რადგან ძაღლები შემოიჩვეო და ამის გამო გავაგდიო. მე ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ აქ რო შემომიჩვეო, მე აქ ვინ გამაჩერებს? ქერით ვარ. და იძულებული ვარ გავაგდო ძაღლის და კატას აქედან. მაგრამ თუ გარეთ ვარ, ერთი მომენტ მოგიყვებით. მართლა უცნაური მომენტი იყო. მოვდივარ აბატიეთ ძილი მომერია. მოვდივარ იქეთ თუ იცი ზუგდიდი ცენტრალური შადრევანი რომ იყო, ახლა შადრევანი აიღეს. შემოსასვლელთან, ზუგდიდის შემოსასვლელთან. ხო, მიყვები იმ გზას, იქ თავარი ლიბერბანკის თავარი ოფისია გალაგებული და მიყვები იმ გზას. უცებ უკნიდან დაღმა დამიტყო ყეფა, მაგრამ ეს ყეფა არ იყო რაღაცა აგრესიული ყეფა. უბრალოდ მიიღებს ჯოხი მეკავა ხელში და დამიყეფა მეორე ძაღს ეთამაშებოდა, ის ძაღლი იყო შავი, რომელმაც დამიყეფა, ცოტა მოდიდო ძაღლები იყვნენ და მეორე იყო ყავისფერი. და როდესაც მეუთხარი ბათურა, რა გინდა მეთქი მეგრულად, უკვე აგრესიული ყეფა არ იყო, თითქოს გახარებული მიყებდა, თითქოს მიცნო. ახლა თქვენ არ გაგეჩინოთ და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ამ ძაღლში ვიღაცის ნაცნობი სულია ჩასახლებული. შეიძლება ჩემი ხვტარი ძაღლის სული. იმიტომ სანამ ნახავდი შეხვდებოდი ამ ძაღლებს, მე მყავდა ძაღლი ბათურა, მისი ვიდეოები მიდენა ჩემ მასზე მეორე აკაუნტზე და ვთქვი ჩემ გულში. ნეტა ბათურას სული სადაა მეთქი. და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ ძაღლმა მე მიცნო და მეთამაშებოდა გახარებული. ხო, მე ის და მისი მეგობარი ძაღლი წავიდნენ და კი გამხვედა ისე ერთი-ორჯერ მე. არ ვიცი, შეიძლება ჩემი ძაღლის სულია. მაშინ ისეთი გახარებული იყო. არა, აგრესიულად არ უყეფია ჩემთვის. კი, ჯოხი კიდე ნახა, ისე უბრალოდ ხალისიანად წაიყეფა. არ ვიცი, მიცნო ალბათ. შეიძლება ვაჭამე რამე და ამიტომ ვახსოვ არ? შეიძლება მე ხო ყველა ძაღლს დავიმახსოვრებ. შეიძლება ახსოვს მე რომ მას ვაჭამე. ეგით შეიძლება. იმიტომ რომ თითქოს მიცნო. ძაღლებს არ ავიწყდებათ ისინი. ვინც საჭმელს აჭმევენ, მაგრამ მე უფრო ფიქრობ, რომ არ ვიცი, მე ამას ვერ დავამტკიცებ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ აქ, ამით ჩვენ გამოვავლენთ იმ მეხუთე განზომილების დედამიწას აქ. ესე იგი, ენერგეტიკა ჩვენი კარგი საქციელით მოვამატებთ ენერგეტიკას, ცუდი საქციელით მხოლოდ ნეგატივს გავამრავლებთ. ჩვენ მარტო რეალობას კი არ ვავლენთ, ჩვენ ვქნით ფლოტს და როდესაც ჩვენ ვქნით ფლოტს, ჩვენ ვეხმარებით ჩვენ თავს მომავალს და მომავლიდან ჩვენ ვავლენთ აქ. კარგით, მოდით ამ ნოტაზე დავამთავროთ.